ეს მოლაპარაკებები ჟენევაში როგორც ჩანს უკვე დაწყებულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ამ მოლაპარაკებებში ჩართული არც ერთი ადამიანი მედიასთან არ გამოჩენილა, მათ კომენტარები არ გაუკეთებიათ ამ პირველი საუბრების შემდეგ ერთმანეთთან. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ უკვე დადასტურდა რიკარდი ოზვიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯერ უკრაინელები მართავენ შეხვედრას ევროპელებთან, ამ მხრივ ერმაკმა გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ ის უკვე ესაუბრა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლებს, ესენი არიან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები და მათთან გამართა პირველი კომუნიკაცია, მათთან შეათანხმა, რას ეთანხმება კიევი ან რა არის მათთვის კატეგორიულად წითელი ხაზი და რას არ დათანხმდებიან ამ 28 პუნქტიან შეთანხმებაში და როგორც ერმაკი წერს, უკვე ამის შემდეგ სავარაუდოა უკვე მიმდინარეობს შეხვედრა ამერიკელებთან ამ შეთანხმებულ პოზიციებს, რომელიც გააჟღერეს ევროპელებთან, ახლა უკვე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთანაც გააჟღერებს ოფიციალური კიევი. პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, ჯონათან პაუელთან, ემანუელ ბონესთან და გიუნტერ საუტერთან გაიმართა. მომდევნო შეხვედრა შეერთებული შტატების დელეგაციასთან გაიმართება. ძალიან კონსტრუქციული განწყობა გვაქვს. დღეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების სერიაა დაგეგმილი. ერთად მუშაობას ვაგრძელებთ, რათა უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. შვეიცარიაში დელეგაციები ხვდებიან ერთმანეთს ომის დასრულების ნაბიჯებზე სამუშაოდ. კარგია, რომ დიპლომატია აქტიურდება და საუბარი შეიძლება კონსტრუქციული იყოს. უკრაინული და ამერიკული გუნდები, ჩვენი ევროპელი პარტნიორების გუნდები მჭიდრო კონტაქტზე არიან და მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ შედეგი იქნება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სისხლის ღრა და უზრუნველყოთ, რომ ომი ხელახლა არ გაჩაღდეს. მოუთმენლად ველი დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგებს. იმედი მაქვს, რომ ყველა მონაწილე კონსტრუქციული იქნება. ჩვენ ყველასთვის დადებითი შედეგი გვჭირდება. რამდენიმე წუთის წინ მიმართვა გაავრცელა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა იქნება ამ შეხვედრების განმავლობაში ევროპელების მთავარი მოთხოვნა. ფონ დერ ლაიენმა სამი ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრა. პირველი არის შემდეგი, რომ საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს ძალით. მეორე არის შემდეგი, რომ გაუმართლებელია, როდესაც უკრაინას უწესებენ შეზღუდვას არმიაზე დაწესებულ შეზღუდვებს. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ 28 პუნქტიანი გეგმის მიხედვით უკრაინას აღარ უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ შეიარაღებული ძალებში 600,000-ზე მეტი ადამიანი ყავდეს დასაქმებული და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ სადავო ტერიტორიების კონფლიქტი უნდა გადაწყვიტოს მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება და ასევე არ უნდა მოსთხოვონ, არ უნდა დაუწესოს სუვერენულ ქვეყანას ასეთი მოთხოვნა, რომ არ გახდეს ამა თუ იმ ალიანსის წევრი. აქ საუბარია ნატოს შესახებ, როგორც უკვე ვიცით, ეს გეგმა მოიაზრებს სწორედ იმას, რომ უკრაინამ კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის აღარ გახდება სამხედრო ალიანსის წევრი და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, არათუ ნატო, არამედ ევროკავშირის კარი ძღია უკრაინისთვის და შეუძლებელია იმის წინასწარ პროგნოზირება, თუ რა შეიძლება გადაწყვიტოს უკრაინამ ამ მიმართულებით. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა შეუნარჩუნდეს უკრაინას. ნებისმიერი სანდო და მდგრადი სამშვიდობო გეგმა უპირველეს ყოვლისა უნდა აჩერებდეს მკვლელობებს და ამთავრებდეს ომს ისე, რომ არ ჩაეყაროს საფუძველი მომავალ კონფლიქტებს. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის და უკრაინის სუვერენიტეტის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე. მინდა გამოვყოს სამი მათგანი. პირველი, საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მეორე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არ შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე. ეს ქვეყანას დაუცველს გახდის მომავალი თავდასხმების მიმართ და ასევე შეარყევს ევროპულ უსაფრთხოებას. მესამე, სრულად უნდა აისახოს ევროკავშირის ცენტრალურობა უკრაინის მშვიდობის უზრუნველყოფაში. უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება. აირჩიოს საკუთარი ბედი, მათ აირჩიეს ევროპული ბედი. ეს იწყება ქვეყნის რეკონსტრუქციით, მისი ინტეგრაციით ჩვენს ერთიან ბაზარზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზრებში და საბოლოოდ ჩვენს კავშირში გაწევრიანებით. ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ ამერიკელები კონსტრუქციულები ჩანან, საუბარია ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ. ვიცით, რომ ჟენევაში იმყოფება ამ მარკო რუბიო, ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ის სავარაუდოდ პირადად მიიღებს უკვე ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. გავიგეთ ერმაკისგან, რომ პირველი შეხვედრა ევროპელებთან დასრულდა პოზიტიური გზავნილებით. საინტერესოა ამ მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც კიევი უკვე ვაშინგტონთან დაიწყებს 28 პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბარს.